გაიმართა იოჰანეს ბრამსის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებებით. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ვენეციის სახელმწიფო დიდი თეატრის მუსიკალური დირექტორი და ღამის სერენადების მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, ვირტუოზი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, ფესტივალის საბაზო ორკესტრის საქართველოს ვირტუოზებთან ერთად. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის დასკვნითი საღამო 11 ოქტომბერს გაიმართება. დასრულდა ჩვენი ფესტივალის მეხუთე კონცერტი. წინვალე მაესტრა ბეატრიჩე ვენეცი, ჩვენი უნიჭიერესი ვერიკო ჭუმბურიძე. დარბაზი ოვაციებით დაინგრა. ველოდებით 11 ოქტომბერს პირველად საქართველოში გრიბოედოვის თეატრში რომა ბალეტო. საბალეტო დასი იტალიიდან პროექტით ასტორი, რომელიც გახლავთ ტანგო ნოვოს მუსიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის შერწყმა. დავესწარით არაჩვეულებრივ კონცერტს. ჯერ კიდევ სავსე ვარ ემოციებით. ყველა დამსწრე ალბათ მოხიბლული იყო ჩვენი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცით, რომელიც უკვე მესამედ ჩამოდის თბილისში. ძალიან უყვარს საქართველო და შეგვპირდა რომ მომავალში კიდევ ჩამოვა. ამ არაჩვეულებრივ ფესტივალთან უკვე წლებია თანამშრომლობთ. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს და არ დავივიწყოთ რა თქმა უნდა ფესტივალის დამაარსებელი და შთამაგონებელი ქალბატონი ლიანა. ვფიქრობ რომ ასეთი საღამოები არის კონკრეტული გამოხატულება იმ კულტურული კავშირების, რომლებიც ჩვენ ორ ქვეყანას აკავშირებს და შესანიშნავი მაგალითია თანამშრომლობის და მეგობრობის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი სავიოლინო კონცერტი ბრამსის ვიოლინოს კონცერტი. ჩემი ასევე უსაყვარლესი ქართველი მევიოლინე ლიანაის საკაცის ფესტივალზე რომ შევასრულე, ძალიან მიხარია და ნამდვილად დავიწყარი კონცერტი იყო ჩემთვის. მოამბე ახალი ამბებით 12 საათზე დაბრუნდება, მე გემშვიდობებით ნახვამდის.